კარგი, თქვათ ლოცვა და დავიწყოთ, ხო? Ეუფეო ზეცათაო, მოგეშინეს მცენობა, სულ ჭეშმარიტებისაო, რომელიც ყოველდღე ხარ და ყოველსავე ამოვსეთ მაგნიტო შენიკა, საუნჯეო კეთილთაო, მომიჯებო ცხოვრებისაო. Ოდა დაიმკვიდრე ჩვენ შორის და წმინდა უყვინ ჩვენ ყოვლისა და მიწისა და ასწავლენ სახირო სულ ჩვენ. ამინ. Abzandit. ჩვენ წინა საუბარზე, წინა ლექციაზე განვიხილებთ საუფლო უცვა მამაო ჩვენო. განმარტეთ შეძლების დაგვარად აუხსენით თუ როგორ უნდა გვესმოდეს თითოეული სიტყვა. თქვით რომ ეს არის მცირე სახარება, რომელშიც არის ჩატეული თავიდან ბოლომდე მთელი სახარებისეული სიბრძნე, მთელი მაცხოვნებელი სიბრძნე და სრულდებოდა ესეთი სიტყვებით, შემდეგ უფალი აკეთებს თვითონ კომენტარებს, რომ თუ გინდათო რომ უფალმა მოგიტევოთ თქვენი შეცოდებებიო, თქვენს აუცილებლად ეცადეთო რომ მეუტევოთ თქვენს შეცოდებებსო და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, თუ რამდენად აუცილებელია ეს. და რამდენად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ შეგვენდოს ღვთისაგან და ისიც ვთქვით, რომ თუ კი ადამიანი ვერ ახერხებს და ვერ ახერხებს კიდევ ცალკე თემაა და ამაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია თუ კი გეგმაშიც არ აქვს. არც გეგმავს რომ მიუტევოს თავის შემცოდეს. ესეთ შემთხვევაში ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, იმიტომ რომ მისი ლოცვა მას საკუთარი თავის წევად გადაექცევა. ხო? ხო კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ რა ტელეფონებზე რა ვქნა, მაინც მჭირდება ხოლმე თქმა და გამეორება, რომ რაღაც ან გავთიშოთ ან ზარი გამოვთოთ რა. ამიტომ აუცილებელია რომ თითოეულმა ჩვენთაგან გული განვიწმინდოთ, მაგალითიც მოგიყვანეთ თქვენ მეუფლის იგავიდან, როდესაც დიდი ვალი მეუტევა თავის მონას და მერე მან თავის მხრივ თავის მეგობარს არაპატია და ამის გამო სასჯელი მიიღო და ვთქვით თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანს შეუძლია იტევება. და ამის გარეშე გამოვარო ჩვენი ცხოვრება ქრისტიანული არის ფუჭი და ყალბი თავიდან ბოლომდე. ესეთ სიტყვები დასრულდა ჩვენს მიერ განხილული სახარება. უკეთ თუ მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქვენსა, მამამან თქვენმა ზეცათამა. ხოლო უკეთ თუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქვენმა, მოგიტევნეს თქვენ შეცოდებანი თქვენი. გავაგრძელოთ, ეს არის უკვე მეექვსე თავის მეორე ნახევარი. რას გვეტყვის უფალი? და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით ვითარცა იგი ორგულნი. ანუ ჩვენ ვიცით რომ ლოცვა და მარხვა ეს ორი უძლიერესი იარაღი არსებობს ბოროტის დასამარცხებლად, ბოროტის გარეთაც და ჩვენ საკუთარ თავშიც, ჩვენი ნებების, ხო? ანუ ლოცვაზე ისაუბრა უკვე უფალმა როგორ უნდა ვილოცოთ და გვასწავლა მამაო ჩვენო. ეხლა უკვე გვეუბნება მარხვას, რას ნიშნავს მარხვა, როგორ უნდა გავიაზროთ ქრისტიანობა მარხვა და რატომ უნდა ვიმარხულოთ და როგორ უნდა ვიმარხულოთ. რაჟამს იმარხვიდეთ და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამას რატომ აკეთებს უფალი, იცით რომ იმ დროისათვის, როდესაც უფალი ამ ქვეყნად მოვიდა, კიდეც მარხულობდნენ, კიდეც ლოცულობდნენ, ყველა წესს აღასრულებდნენ ეს ფარისევლები და იუდეველები, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე იყო ძალად დაკარგული, ეს ყველაფერი იყო სულ გამოცლილი. აი ის რისთვისაც უფალმა მოსეს პირით ეს სჯული მისცა მათ, ის მიზანი უკვე საერთოდ იგნორირებული იყო და დაკარგული იყო. აღარ ახსოვდათ რისთვის ჰქონდათ ეს სჯული მიცემული აბსოლუტურად. და უფალი ამბობს, არაერთხელ მიხსენებია თქვენთან და ეხაც გეტყვით, რომ არა მოვედით ახსნად სჯულისაო, არამედ ახსრულებოდო. ანუ სჯულის გასაუქმებლად კი არ მოვედით თქვენთანო. ესე არ გეგონოთო. არამედ სჯულის სწორად ახსრულება რომ გასავლოთ, ამისთვის მოვედით. რას ნიშნავს სჯულის დაცვა, რომ გასავლოთ? აი ამისთვის მოვედით. ანუ თქვენ რაც დაგავიწყდათ უკვე.
რომ გონიათ რომ დღეს რაკიმ წესებს ასრულებ და იდაყუებამდე ხელებს იბან ჭამის წინ და შაბათს იცავთ რომ ეს გონიათ რომ ამით გამართლდებით ღვთის წინაშე ესე არ არის უთხრა რომ სინამდვილეში სული და ჭეშმარიტება მაცხოვნებელი არის აი ეს რასაც ეხლა ეუბნება უფალი ამ ქვეყანაზე განკაცებული იუდეველებს რაჟამს იმარხვიდეთ ნუ იყოფით ვითარცა იგი ორგულნი წუხარე ხედავთ სულ იშველიებს საუბარში ორგულებს ყოველთვის აპირისპირებს ისიც გითხარით მე წინა საუბარში რომ ორგულობა და ფარისეულობა სინონიმები გახდანეთ ხო დღეის გადმოსახედიდან და ეს უფალმა გახადა ეს სინონიმებად იმიტომ რომ ისინი ვინც ყველაზე მეტად იყვნენ მოწოდებულნი რომ ყოფილიყვნენ კარგი ქრისტიანები უპირველეს ყოვლისა თვითონ იყვნენ დამრღვევები აი ამ ჯულის სიმართლისა და იმ ჭეშმარიტებისა რაც იყო თავარი და ძირითადი იმ ჯულში ამიტომ მათ უწოდებს ორგულებს რატომ ორგულებს იმიტომ რომ მათ ორი სახე აქვთ სხვა სახით ეჩვენებიან ადამიანებს მარხველად, ლოცველად, მოწესრიგებულად და ამ დროს შინაგანად სავსე არიან ათასგვარი სიბილწით და სისაძაგლით და ცოდვით. და მათ მომიბაძავთო, რომ მარხვის დროსო მწუხარე სახეს დაიყენებენო რა, რომ აი ნახე როგორ გლოვობს, როგორ წუხს. რამე თუ განირყვნიან პირნი მათნი, რაითა ეჩვენენ კაცს და მარხველათო. ამი გეტყვით თქვენ მიუღებიეს სასყიდელი მათეო ამ სიტყვასა ჩვენ ამდენჯერმე შევეხეთ ხო შევხვდით ლოცვასთან დაკავშირებითაც მიუღებიეს სასყიდელი მათი ძველქართულად ნიშნავს რომ მათ უკვე მიიღეს თავიანთი გასამრჯელო ანუ ის რისთვისაც ისინი შრომობენ მათ მიიღეს რისთვის ტაშის დაკვრისთვის აპლოდისმენტებისთვის აი ეს უნდათ მათ ეს უნდათ კი ბატონო ხალხი აღიარებს მარხველებად ლოცველებად ტაშსაც უკრავენ მაგრამ ამის მეტს ისინი ვეღარ მიიღებენ და თქვენს ნუ შეიზღუდებით ესეო უფალი გვეუბნება ნუ შემოიზღუდებით მხოლოდ ამ მიწიერ ცხოვრებით და ამ მიწიერ ცხოვრებაში რომელიც წუთისაა ნუ გენდომება რომ მიიღო შენი სარგებელი და შენი გასამრჯელო აქ რომც მიიღო თან ვერაფერს ვერ წაიღებ იმიტომ რომ მოგიწევს მე გარდაცვალება და წარდგომა ღვთის წინაშე და ამაზე ნუ ხარ შენ ორიენტირებული. შენთვის თავარი იყოს იქ მიიღო მე გასამრჯელო. საუკუნო რომელიც არსად არ დაგეკარგება არავისთან. ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი. ანუ ისინი დაუბანელები დადიოდნენ, მოუწესრიგებლები მარხვაში ნუ ხა უკაცრავად, მაგრამ ალბათ სუნიც აზდიოდა გარკვეულწილად და ამას ამართლებდნენ იმით, რომ აი როგორ მარხულობენ, რომ საერთოდ არ აინტერესებთ, არ ადარდებთ მათ თავიანთი გარეგნული იერსახე, აი ესე აჩვენებდნენ ხალხს რა. და შენ ესე ნუ იქნებიო. იმიტომ რომ იმათ ხალხისაგან უნდა სარგებელის მიღება და პატივის მიღება, შენ ეს ნუ გენდომება. შენო პირიც დაიბანეო. იცხე კიდევაცო ნელსაცხებელიო. ანუ ისე მოიქეცი, როგორც ხსნილში იქცევიან ჩვეულებრივად ადამიანები, გარეგნულად მხოლოდ. მაგრამ შინაგანად, ეხლა ნახოთ რას გვასწავლის უფალი. რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბარე პირი შენი. რათა არაეჩვენო კაცს და მარხველათო. ხედავთ რა რადიკალურად განსხვავებული რჩევა. ანუ ისინი იმისთვის ცხოვრობენ ზუსტად და იმიტომ აკეთებენ იმას ყველაფერს, რომ ეჩვენონ ადამიანებს, რომ როგორი მარხველები არიან და როგორი გულმოდგინეები არიან. და შენ პირიქითო გარეგნულად ნუ შეიმჩნევ შენს მარხვასო რომ ხალხს არ ეჩვენო მარხველად არამედ მამასა შენსა დაფარულად და მამამან შემა რომელი ხედავს დაფარულთა მოგაგოს შენ ხედავ ერთ-ერთში იმეორებს სიტყვას რომელიც ეხებოდა ლოცვას იქაც ესე იყო ხო ნუ მიბაძავთო ფარისევლებს და ორგულებს რომლებიც გაგრძელებულად ლოცულობენო და უყვართო ზემოთ გომაიო უბანთა ზედაო და ლოცვაო რომ ლოცველებად წარმოაჩინო საკუთარი თავიო ზუსტად იგივე აი ერთ-ერთში იმეორებს სიტყვას უფალი რაც ეხებოდა ლოცვას იგივეს იმეორებს მარხვასთან დაკავშირებით ზუსტად და ხედავთ რაზე ამახვილებს ყურადღებას რომ უფალი იყოსო შენთვის ორიენტირიო და ისო შენს გულს ხედავსო და მას ეჩვენეო შენო მარხველათო შენ ღმერთს დაანახე შენი მარხვა და შენი წუხილი და რა არის მარხვა მოდი ვთქვათ უპირველეს ყოვლისა ეს არის განცდა საკუთარი ცოდებისა
ამას ემსახურება მარხვა. როცა შენ რაღაცა ხორციელ, გემრიელ საზრდოს იკლებ, იმიტომ რომ იცი რომ შენ ამის ღირსი არ ხარ. იმიტომ რომ ცოდვილი ხარ ღვთის წინაშე. სინანულის გაძლიერებას ემსახურება მარხვა ადამიანში და საკუთარი თავის ფლობა რო ისწავლოს აი ამას. სიამოვნების დათმობა რო ისწავლოს აი ამას. და ნუ გენდომებაო რომ ხალხის წინაშე იცხოვრო და იმარხულო და იულსო, არამედ უფლის წინაშეო, რომელიც გულთამხილავია, ის დაინახავს შენ ზღვაწეს. და აი ხალხმა ჩათვალოს რომ შენ არ მარხულო. მაგრამ ღმერთს ხომ ეცოდინება რომ შენს გულში მარხულო. თუნდაც რაღაცა საზრდელს იკლებ, შენთვის უხარ, მაშინ მოიკელიო, ღმერთს დაანახო ეს. და არა ადამიანებს, რომ ადამიანმა დაგიკრან ტაში, რომ ხედავ როგორი მარხველი ხარ, რომ ურზე და წყალზე ხარ მარხვის დროს. ნუ იუნჯებთ თქვენ საუნჯეთა ქვეყანასა ზედა, სადამ ღილმან და მჭამელმან განრყნის და სადამ არავთა დათხარიან და განიპარიან. საუნჯე რა არის? ის რაღაცა ძვირფასეულობა, რასაც ჩვენ ვაგროვებთ ამ ქვეყანაზე, ხო? რა არის ძვირფასეულობა? ეს არის ძალიან პირობითი და ძალიან ინდივიდუალური ყველა ადამიანისათვის. ანუ ვისთვის რა არის ძვირფასი? ვიღაცისთვის ძვირფასი არის ოჯახი, ვიღაცისთვის ძვირფასი არის ქონება, ვიღაცისთვის მანქანა, ვიღაცისთვის თანამდებობა, ვიღაცისთვის რაღაცა, რა ვიცი, სამსახური, მეგობრები, უკეთეს შემთხვევაში. და მოდი ნახოთ რას გვეუბნება უფალი, ანუ ეხა საუნჯეზე, ლოცვისა და მარხვის მერე უკვე ამახვილებს ყურადღებას საუნჯეზე. იმიტომ რომ ეცის რომ ყოველი ადამიანი თავის ცხოვრების განმავლობაში რაღაცას აგროვებს იმას, რაც მისთვის ღირებულია და ძვირფასია. ეხლა უყურე აი აქაც სწორ ორიენტირს გვაძლევს რა უნდა იყოს ჩვენთვის ღირებული ამ ქვეყანაზე და მნიშვნელოვანი. ნუ იუნჯებთ საუნჯეთა ქვეყანასა ზედაო. ანუ შენ ნუ მიეჯაჭვები ამ ქვეყნიურს და ამ ქვეყნიური ნუ გახდება შენთვის ღირებული და იმას ნუ დააგროვებ. რატომ უყურე ამახვილებს მე ყურადღებას. სადამ ღილმან და მჭამელმან გარყნის, მღილი არის ჩრჩილი, სულ ქართულად, ჭამელი არის ჭია. და სადამ არავთა დათხარიან და განიპარიან. არავი არის ქური. ანუ სადაც ჭია და ჩრჩილი შეგიჭამს და რასაც ჭია და ჩრჩილი შეგიჭამს და რაც შეუძლიათ რომ ქურდებს მოგპარონო, იმას ნუ დააგროვებო. რატომ? იმიტომ რომ შეგიჭამს, მოგპარავს და დარჩები ხახამშრალი, დარჩები აბსოლუტურად ყველაფრის გარეშე, რაც გიგროვებია. შეიძლება ხანძარმა ჩაგიყლაპოს ეს ყველაფერი, რაც გიგროვებია. რატომ? აი რატომ ამახვილებს ამაზე უფალი ყურადღებას, იცით? იმიტომ რომ არაფერზე ხორციელზე ადამიანის გული მიჯაჭვული არ უნდა იყოს. და ეხლა ნახოთ რატომ დასამბობს. ხოლო თქვენ ეხლა გვეუბნება და გვასწავლის რა საუნჯე უნდა დავაგროვოთ და სად უნდა დავაგროვოთ. ხოლო თქვენ იუნჯებდით საუნჯესა ცათაშინა, სადა არც ამ ღილმან, არც ამ ჭამელმან განყნის და სადა არც ამ არავთა დათხარიან და განიპარიან. ზეცაში დაიუნჯეთ თქვენი საუნჯე. ანუ სულიერი ღირებულებები იყოს თქვენთვის მნიშვნელოვანი, სულიერი საგანძური დააგროვეთ. რა არის სულიერი საგანძური? ჩვენი სათნოები, სიყვარული ჩვენგან გაღებული, მოწყალება ჩვენგან გაღებული. მოწყალებაზე მისაუბრია მე თქვენთან ადრე თავის დროზე, როცა მცნებებს განვიხილავდით, მაგრამ რა თქმა უნდა კიდევ მრავალჯერ ვიტყვით ამას და მრავალჯერ ვახსენებთ, რომ მოწყალება ეს არის ხორცშესხმული ქრისტიანობა. თუ ადამიანი ხარ მოწყალე, ესე იგი შენ მართლა ქრისტიანი ხარ. შენ გესმის ესე იგი ქრისტიანობის არსი და მიზეზი. ანუ ზეცაში დააგროვო შენი საუნჯე. სულიერი სიმდიდრე დააგროვო, რომელსაც ვერც ჭია ვერ შეგიჭავს, ვერც ჩრჩილი და ვერც ქურდი ვერ მოგპარავსო. ესე არ არის? ხო ვერ მოგპარავს. ვერავინ ვერ მოგპარავს. და ეს ის არის და ის მარადიული საუნჯეა, რომელიც არა მხოლოდ აქ ამ ქვეყანაზე წაგადგება, ამ ქვეყანაზე ხო წაგადგება, აუცილებლად წაგადგება, იმიტომ რომ ყველა ნორმალური ადამიანი ვისთვისაც ჭეშმარიტი ღირებულებები არსებობს, ყველა დაინახავს და დააფასებს ამას. და იქაც გაყვება
ღვთის წინაშე. აი რა უნდა დავაგროვოთ ჩვენ და რა უნდა იყოს ჩვენთვის მნიშვნელოვანი. შემდეგ დასკვნა სამოცუფალი, ანუ რატო გეუბნება მას? რამე თუ სადაც არ საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენი. საუნჯეც იმიტომ ქვია, სწორედ. ის არის შენთვის ყველაზე სანუკვარი, ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ღირებული. და მას არის მიჯაჭული შენი გული. და ნუ მიეჯაჭობა შენი გული ნურაფერს ხორცილს, იმიტომ რომ წარმავალიაო, ჭიის საჭმელიაო, ცეცხლის შესაჭმელიაო, ქურდისთვის მოსაყარიაო. და ნუ მიეჯაჭვები მას, იმიტომ რომ ეს დაგუპავს შენ, მერე დარჩები ჰაერში გამოკიდებული ერჩვენია დღეს, რომ გამოგაცნის ამას ყველაფერს ეშმაკი და ჩავარდები სასწრაფოთილებაში და რატო? თუ შენი თავის ტერი არ არის. რატო უნდა მოიცეს? სანთელი გვამისაი არის თვალი. უკვე თუ თვალი შენი განმარტებული იყოს, ყოველი გვამი შენი ნათელი იყოს. ფიზიოლოგიურად საუბრობს ჯერ უფალი, ანუ ადამიანის გვამის გვამი ძველ ქართულად არის სხეული, ჩვენ რასაც უწოდებთ, ხო? ნუ გვამი არ შეგეშინდეთ თქვენ მიცვალებული ადგილად ამ შემთხვევაში. ანუ გვამი იგულისხმება სხეული ადამიანისა, ხო? სანთელი გვამისა, ანუ სხეულის სანათური არისო თვალიო. თვალიდან იყურება, ხო? და რას ამბობ? უყურე? უკვე თუ თვალი შენი განმარტებული იყოს, განმარტებული ძველ ქართულად გახსნილს ეშთავს, გაღებულს. დახშული არის, დახურული და განმარტებული ღია. უკვე თუ თვალი შენი განმარტებული იყოსო, ყოველი გვამი შენი ნათელი იყოსო. ანუ თუ შენი თვალი გახსნილია, მაშინ თელი შენი სხეულიც ნათელიო. ანუ სინათლე შემოდის შენში, შენ სულში, შენ სხეულში. თუ კი შენი თვალი ნათელია. ესე არ არის, იმიტომ რომ ბრმა ვერც თავის თავს ხედავს და ვერც სამყაროს ვერ ხედავს. თვალიდან იყურება, აი ორი პატარა ორგანოა, ხო თვალი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის იმისათვის, რომ სამყარო შეიმეცნოს. უკეთი თვალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გვამი შენი ბნელი იყოს. ანუ აი მიაქციეთ ყურადღება. აქ არის ჩადებული ორმაგი აზრი, ესე იგი ერთი პირდაპირი გაგებითაც, ანუ ყოველთვის ხორციელი მოაქვს მაგალითად უფალს იმისათვის, რომ ჩვენ მერე სულიერი გავიგოთ და გავიაზროთ. თუ კი შენი თვალი თქვათ გაფუჭებულია მექანიკურად რაღაცის გამო, ამ ბრმა დაიბადე, ამ თქვათ რაღაცის გამო დაგვამდი რა მნიშვნელობა აქვს, ხო? მაშინ ესეთ შემთხვევაში ყოველი გვამი შენი ბნელი იქნებაო. ვერ დაინახავ ვერაფერს, ბრმა იქნება. და სულიერი გაგებით თქვათ ახლა. ანუ არსებობს ხედვა სულიერი, არსებობს ხედვა ხორციელი. თუ კი ადამიანს სულიერი თვალი ახელელი გაქვს, შენ ხედავ ყველა იმ სილამაზეს, რაც კი არსებობს ღვთისაგან შექმნილი. შენ ღმერთის გადმოსახედიდან უყურებ ამ ცხოვრებას, სულიერი გადმოსახედიდან უყურებ და შენთვის ცხოვრება აზრიანია, მნიშვნელოვანია. ცხოვრებას შენთვის აქვს აზრი. და თუ კი შენ ესე არ ახარ მომართული და მხოლოდ ხორცელი თვალით იყურები, ეს ნიშნავს, რომ შენ ბრმა ხარ. ვერ იყურები თვალებში. მხოლოდ ხორციელი და წარმავალი არის შენთვის მნიშვნელოვანი და ხელშესახები. და სულიერი შენთვის არ არსებობს. უკვე თუ ნათელი იგი შენ შორის ბნელას, ბნელი იგი რაოდენვე. თუ კი ეს ხილული ნათელიც კი შენთვის ბნელია, მაშინ ის ჭეშმარიტი სიბნელე, რომელიც შეიძლება აი ყველაფრის გამო გემუქრებოდეს შენ, რაღა იქნება შენთვის. ეს არის გაფრთხილება ღვთისაგან ჩვენთვის მოცემული, რომ დროულად გავახილოთ სულიერი თვალი. ვერ ვის ხელეწიფების ორთა უფალთა მონებად, ორ ბატონს ვერავინ ვერ ემსახურება. ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხვა იგი შეიყვაროს. ანუ ერთი სამის თავს იდვას და ერთი იგი შეურაცხყოს. ვერ ხელეწიფების ღვთისა მონება და მამონა ისა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვიცი ადამიანების უმრავლესობა და მათ შორის ეკლესიური ადამიანებისა, მე ამ შემთხვევაში ეკლესიურებს ვეხები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობენ, რომ ორი კურდღელი ერთად დაიჭირონ. ანუ არც სამქვეყნიური სიამოვნება მოიკლონ და თან მერე სასუფეველიც უნდათ. ესე არ გამოდის. უფალი გვეუბნება ამას, ეს ჩემი სიტყვები არ არის. ანუ
ან ერთს უნდა ემსახურო, ან მეორეს. მამონა ეს არის სიცრუის და ანგარების ღმერთი. ასე ვთქვა, ნუ ღმერთი პირობითად, რა თქმა უნდა, ხო? ანუ ბოროტი, ანუ ეშმაკი. ან მისი მსახურება უნდა აერჩიო ადამიანმა. და ან უფლის მსახურება უნდა აერჩიო. ეხლა მოდი ნუ ჩავარდებით უკიდურესობაში და ნუ გეგონებათ უფლის სიტყვებიდან გამომდინარე და ნუც ჩემი სიტყვებიდან გამომდინარე, რომ ღმერთი კრძალავს ამ ქვეყნიურ საქმიანობას, ხორციელს ზრუნვას, არა ჩემს ძვირფას არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ უფალი გვესაუბრება ჩვენ პრიორიტეტებზე. რა უნდა იყოს ჩვენთვის არსებითი და მნიშვნელოვანი და რა შედარებით ნაკლებ მნიშვნელოვანი და მეორე ხარისხოვანი. აი ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენთვის. თუ კი ჩვენ ხორციელნი ვიქნები და ხორციელი იქნება ჩვენთვის წარმართველი, მაშინ აღმოჩნდება რომ უფალს მოვაკლდებით, იმიტომ რომ აი რამდენჯერმე მიხსენებია იმ დღეს ქადაგებაშიც ახსენა მამაშალომ რომ ჩვენ ყოველთვის რაღაცაში რაღაცას ვიხდით. მთელი ცხოვრება. გინდა ხორციელება, სულიერი უნდა გადაიხადო, მოგიწევს. სულიერი გინდა, მაშინ მოგიწევს რომ ხორციელი დათმო და გადაიხადო იმ სულიერში, რომ ის მოიპოვა. სხვანაირად არ ხდება, რაღაცა ყოველთვის რაღაცის ხარჯზე ადამიანის ცხოვრებაში. ისე რომ ისის და ისის ესე არ ხდება და მე ერთ საიდუმლოც გეტყვით თქვენ. როდესაც ადამიანი სულიერზე არის ორიენტირებული და ცდილობს რომ სულიერი საუნჯე დააგროვოს, ცდილობს რომ უფალსათნო იყოს და ღვთის წინაშე იცხოვროს სწორად და ლამაზად, მაშინ მას ის ხორციელიც გაცილებით მეტი ეძლევა, ვიდრე მას ჭირდება. აი რა მნიშვნელოვანია, ხედავთ რა უცნაურია. იმდენი კი არ ეძლევა მხოლოდ რამდენი ჭირდება, არა, იმაზე გაცილებით მეტი ეძლევა. დამიჯერეთ ჩემი გამოცდილებით ვიცი. მეორად მეტი ეძლევა, იმდენი ეძლევა, რომ სხვასაც დაეხმაროს. იმ ხორციელს არ აკლებს ღმერთი, იმიტომ რომ იცის უფალმა რომ ადამიანს ის ხორციელი ნუგეში ჭირდება, მაგრამ ღმერთისთვის თავარია, რომ შენ იცოდე რომ რისთვის ცხოვრობ, რა არის შენი ცხოვრების აზრისი. რა უნდა იყოს შენთვის არსებითი და მნიშვნელოვანი, როცა შენ ამას ემსახურები, ხო? იმასაც გაძლევს ღმერთი. აი ყურეთ გავაგზავნოთ ზუსტად ეს თემა გრძელდება, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი და აქტუალური თითოეულ ჩვენთაგანისათვის. ამისთვის გეტყვით თქვენ, ნუ ზრუნავთ სულისა თქვენისათვის, რა ჭამოთ და რა სვათ. ნუცა ხორცს და თქვენთათვის, რა შეიმოსოთ. ანუ არა სული უფრო ის არსა საზრდელისა და გვამის სამოსლისა. რას ნიშნავს ნუ ზრუნავთ? ნუ თუ ადამიანი არ უნდა მუშაობდეს, ნუ თუ ადამიანი არ უნდა სწავლობდეს, იმისაც რომ მე რაღაცა სამსახური მოიპოვოს თქვა და იმსახუროს და აქედან გასამჯელო კონდეს, ოჯახი შექმნას. ნუ თუ ადამიანი არ უნდა ზრუნავდეს იმაზე რომ თქვა ოჯახი არჩინოს, თუნდაც სახლი შეიძინოს, მერე გაალამაზოს, გაარემონტოს, შვილებს დაუტოვოს. ამას არ გძალავს უფალი, არ გეგონოთ რომ თქვენ ესეა. კიდევ ერთხელ გეუბნებით. უყურეთ, აი აქვე გვეუბნება და მერე კიდევ უფრო კარგად განმარტავს რომ იცოდეთ პრიორიტეტები, რაზე მნიშვნელოვანიაო. და ხორციელს აზრუნავს, ნუ გახდით თქვენი ცხოვრების მიზნად. მიხედენით, მაგალითი მოყავს. მიხედენით ფრინველთა ცისათა, რამე თუ არცას თესვენ, არც ამკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა. გასაგებია, ხო? რაზეც არის ლაპარაკი, ანუ არც თესავენ, არც მკიანო და არც რაღაცას აგროვებენ. და მამაი თქვენი ზეცათა ის ზრდის მათ. ჩვენ არავინ არ ვიცით, ხო? ჩიტებს. ვინმე აჭმევს რამეს, ვინმე რა ვიცი, ზრუნავს მათზე ვინმე? უფალი ზრუნავს მათზე. უფალი უჩენს მათ ყოველთვის იმას, რაც მათთვის ყოველად აუცილებელია და მნიშვნელოვანია. და მე მომიყოლია თქვენთვის ესეთი პატერიკი, როდესაც ერთ-ერთი მამა გავიდა უდაბნოში სამოღვაწეოდ, ანუ მონასტრში ცხოვრობდა და მონასტრიდან გადაწყვიტა რომ განსაკუთრებული ასკეზა აიღო თავის თავზე და გავიდა უდაბნოში. ცალკე, განდეგილად. იორდანის პირას დასახლდა, პატარა ბოსტანი ჰქონდა, სადაც მოყავდა მწვანილი, ეს იყო მისი საკვები. და იყო ძალიან ბედნიერი, ადიდებდა უფალს. ერთხელაც დაიჭირა ძლიერი გვალვა. გადაუხმა ეს თავისი ბოსტანი. ანუ ის ერთადერთი წყარო, რითიც ის არსებობდა, ხორციელი საკვების მხრივ შეუწყდა მას, გაუქრა. აღარ ქონდა მას საჭმელი.
გაგზავნა რამოდენიმე დღეს გვალო, ანუ ელოდება ამ წვიმას, ნუ არ მოდის ეს წვიმა. აღარც ასმელი აქვს, აღარც საჭმელი აქვს. ხო და ჩვენი ერთ დღესაც დაფიქრდა რა, რომ კაცო, შიმშილით ხო არ მოკვდები, ხა მე ყო აწლემინდო ქვეყანაზე ვარ. მოდი დაუბრუნდები ისე მონასტერშიო რა. ყოველ შემთხვევაში განა ის გადაწყვიტა რომ თქვა რაღაცა თავი დაენებებინა ქრისტიანობისთვის, არა. დროებით წავალო რა, სანამ რაღაცა იქნება და მე ისე დაუბრუნდებიო იფიქრა და იმ ღამეს ხედავს ჩვენებას. ეჩვენება უფალი დილისკენ უკვე. ეჩვენება უფალი და ეუბნება მას რომ აი რომ გაიღვიძებო, წად მდინარეშიო. ამადამ ადგილზე ზუსტად მეუთითა უფალმა ის ადგილი, მდინარეშიო, დაბალი იყო მაშინ იორდანე, იმ ადგილზე ქვაგდიაო, აწეო ის ქვაო და რაღაცას ნახავ. დიდი ქვაგდიაო. ხო და ჯერ კიდე ბინდბინჩი სანამ კარგად გათენდებოდა გაიქცა ეს მამა. მონახა ის მითითებული ადგილი უფლისაგან, იპოვა ის ქვა და აწია. და რას ხედავს? ქვის ქვეშ ზის მატლი წყალში. და პირში უჭირავს ბალახის ღერი. და უფლის ხმა მოისმა მე რომ მამო შენ როგორ გონია? მე თუ ამ მატლზეც კი ვზრუნავო. იმიტომ რომ ესეც ჩემი შექმნილია. და მე ვიცი მას რამდენი ხანგრძლივობა უნდა მივცე სიცოცხლისა, რომ სანამ ის ცოცხალია, მას საკობი არ მოაკლდეს. და მდინარეში, ქვის ქვეშ, ბალახი ვაპოვნინე რომ შიმშილით არ მოკვდესო. ნუ თუ შენ ადამიანს, ჩემს საყვარელ ქმნილებას, რომელმაც ჩემი გულისათვის დატოვე ყველაფერი და წამოხვედი შენი სულის საცხოვნებლად და მადლიერების გამოსახატავად ჩემს მიმართ, ნუ თუ შენ მოკლავ შიმშილითო რა. ჩავარდა საოცარ სინანულში ეს მამა დაეცა მუხლებზე პატიებას ხოვა უფალს და იმ საღამოს გაწვიმდა. გაწვიმდა მოუწია რამოდენიმე დღე კიდე მოთმენა, ამოვიდა ბალახი და მიიღო საზრელი და იმის შემდეგ 40 წელი ცხოვრობდა იმ უდაბნოში ისე რომ შიმშილით არ მომკვდარა თავისი ბუნებრივი სიბერით გარდაიცვალა ღვთისმადლი და ღვთისხალობით. ასე რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენთვის. აი ადრე ჯერ კიდე როცა სემინარიაში ვსწავლობდი, მე და ერთ ჩემ მეგობარს საუბრობდით, ის ბიჭი ხე საბრზნეთშია. დიდი ხანია წასულია და მაშინ მახსოვს იმან მითხრა რა და გამომახვილებინა ყურადღება იმაზე რომ აიო რა არისო იცი რომ ჩვენო ადამიანების უმრავლესობას ღმერთი კი გვწამსო ეხა ვიცით რომ არსებობს მაგრამ ღმერთის არ აგვწამსო. ანუ აი რას ნიშნავს უყურეთ რომ ის რომ ღმერთი რეალურად ჩვენს გვერდით არის, მუდამ მზად არის რომ გვერდზე დაგიდგეს, მუდამ მზად არის რომ დაგიხმაროს, ხელი გამოგიწოდოს, ამის არ აგვწამს რა. საქმეზე რომ მიდგება. აი ამას ქვია ჩვენი ურწმუნოება. მცირედ მორწმუნეობა უკეთეს შემთხვევაში თუ ურწმუნოება არა. ანუ ისე გვწამს რა აბსტრაქტულად ღმერთი რომ არსებობს. მაგრამ ცოცხალი შეგრძნება ღვთისა რომ ის არის ჩვენი პატრონი, ჩვენი მამა, ჩვენი მზრდელი, რომ ის გვაცოცხლებს, სუნთქვის საშუალებასაც ის გვაძლევს, საკვებსაც ის გვაძლევს, სამსახურსაც ის გვაძლევს, ნიჭსაც ის გვაძლევს, ყველაფერს გვაძლევს. აი ამის განცდა და ამის რწმენა არ იყო. და რომ ყოველთვის მოგცემს იმას და იმდენს და იმაზე მეც, რომელიც ჩვენ გვჭირდება. არა და აი ეს რწმენა როცა გაქვს, ამას ქვია უკვე ცოცხალი რწმენა და თუ ეს რწმენა არ აგაქვს, ესე იგი შენ ძალიან მოიკოჭრებ ჯერ რწმენაში. და ამიტომაც მოყავს ფრინველების მაგალითი, რომ იმათ შეხედეთ. არაფერს არ შრომობენო და არაფერს არ ირჯებიან იმისათვის რომ იცოცხლონ, მაგრამ ღმერთი არ ცოცხლებსო. ანუ ხო, და მამაი თქვენი ზეცათა იზრდის მას. არა მე უფრო ის თქვენ უმჯობეს ხართ ამ ფრინველთან. ნუ თუ თქვენ ფრინველებზე უმჯობესნი არ ხართ ღვთის წინაშე. და თუ კი ფრინველებზე ზრუნავს, მამა და მე ხარ მატლის მაგალითი მოგიყვანეთ თქვენ. და თუ კი მატლზე ზრუნავს, შენ მიგატოვებს? შენ ღმერთის შვილი ხარ. შენ ღმერთის ყველაზე საყვარელი ქმნილება ხარ, რომელიც თავის ხატად და მსგავსად შექმნა. ანუ ვინმე თქვენგანი ზრუნვიდეს და ეხლა უკვე იწყებს უფალი ჩვენს დამდაბლებას, რომ თვალი აგვიხილოს. ჭეშმარიტების თვალი. სიმდაბლე გვასწავლოს. მაგრამ ეს რა თქმა უნდა ესეთი ადვილი არ არის, სანამ ჩვენ ტყავზე არ გადაივლის, უამრავი განსაცდელი და უამრავი წისქვილის ქვა არ დატრიალდება ჩვენს თავზე, მანამდე ჩვენ სიმდაბლეს სამწუხაროდ ვერ ვსწავლობთ და სულ რაღაცა გონია ჩვენი თავი რა. და აი გვეკითხება უფალი, რომ რაღაცა აი მართლა რეალურად შეგვახედოს ჩვენს თავზე, რომ ვინმე თქვენგანი ზრუნვიდეს და შეუძულოს შეძინება ჰასაკსა თვისა წყრთა ერთი, რომელი თქვენთაგანიაო თქვენ შორისო, რომ იზრუნოსო
და თავისი ზრუნვის შედეგათო, თავისი ღვაწლის შედეგათო, თავის სიმაღლესო ჰასაკი სიმაღლეს ნიშნავს ძველ ქართულად. მოუმატოსო ერთი წყართავ. ნუ თუ შეუძლია რომელიმე ადამიანს რომ თქვა თავისით გაიზარდოს. აი მოინდომოს და გაიზარდოს, გადაწყვეტოს ახლა რომ მოდი მე ახლა 5 სანტიმეტრით გავიზრდები რა და გაიზარდოს. შეუძლია ვინმეს? არ შეუძლია. ანუ გაიზრდები მანამ სანამ ღმერთს აქვს შენთვის რა. მოცემული აი რაც ღმერთმა მოგცა და განსაზღვრა შენთვის ოპტიმალური იმ სიმაღლემდე გაიზრდები. იმის იქით ვეღარ წახვალ ძალიანაც რომ მოინდომო ხარ. რაც არ უნდა სტაფილოთი გაიყვითულო თავი და ჭამო და ჭამ, ვერ გაიზრდები იმაზე მეც რაც ღმერთმა განგისაზღვრა შენ. ანუ რა უძლური ხარ ხო? შენი სხეული შენ არ გეკუთვნის ღვთისა, ამით ამას გეუბნება უფალი. რომ უსუსური ხარ ადამიანო, ჩემი ხარ თავიდან ბოლომდე და მე მომენდე. ჩემი შექმნილი ხარ და მე მოგცემ ყოველთვის იმდენს რამდენი ჩემ გჭირდება. იმაზე მეც მომცე. ოღონდ მომენდე. ოღონდ სიმდაბლით იყავი და გამოხატე შენი რწმენა და შენი დამოკიდებულება. და სამოსლისათვისისათვის რასაც ზრუნავთ? განსაცმელზე რაღაც ზრუნავთო ესეო გამწარებულებიო. განიცადენით შროშანი ველისანი ვით არ იგი აღორძინდის. არაშვრებინ არცას თავ. ხოლო გეტყვით თქვენ რამე თუ არც აღას სოლომონ ყოველს ამას დიდებასა მისცა შეიმოსა ვით არცა ერთი ამადგანი. აი ტანსაცმელზე რო ხარ თუ გადამკვდარიო და რო ცდილობთო რომ რაღაცა ნუ საუკეთესო ტანსაცმელი გეცვალს და საუკეთესო ფირმის და აბა იმის და ამა იმის ნუ დღევანდელი გაგებით რო ვთქვა ხო? ველი შროშანს შეხედეო. ესეცო არც ხნავსო, არც მკისო, არც თესავსო. მაგრამ სოლომონ მეფეც კიო, რომელიც უმდიდრესი მეფე იყო და უბრძენესი მეფეთა შორის, ვისაც კი ოდესმე უარსებია დედამიწის ისტორიაში, ისიც კი თავისი დიდების ზენიტში არ შემოსილა ისე ლამაზად, როგორც ერთი უბრალო ყვავილიო შროშანი ველისო. არაფერს არ ზრუნავს ამისათვის ეს ყვავილი რა. ღვთისაგან აქვს მიცემული ის სილამაზე. უკვე თუ თივა იგი ველისაი, აი ხედავ, მე განგებ ამდაბლებს და ამცრობს იმ ყვავილს უფალი. რომ დაგანახოს რომ რამდენად უნიშნელოა მისთვის ის ყვავილი და რამდენად მნიშვნელოვანი ხარ შენ. ჯერ ხომ ყვავილად მოიხსენია შროშანი ველის, ეხლა უკვე როგორც თივას ისე იხსენიებს რა. უკვე თუ თივა იგი ველისაი, რომელიც დღეს არის და ხვალე თორნესა შთაეგზნის. ეს უბრალო თივაო, რომელიც დღეს არის ერთი დღის სიცოცხლეებს, ორი დღის რა. და ხვალე მზე გაახმოვს და თონის ასანთებად გამოიყენებენო მასო, გამხმარსო. ანუ ამდენად უნიშნელოა, ხო? ღმერთმა ესე შემოსის. არამე უფრო ის თქვენა, მცირედ მორწმუნეო. თუკი იმ ყვავილზეც კი, რომელიც ყოვლად უნიშნელოა, რომლის მსგავსიც 1000 და მილიონია შეიძლება მინდორში. და რომელიც იმდენად უმნიშვნელოა, რომ აი რაღაც 1-2 დღის სიცოცხლე აქვს და ხვალე თონის ასანთებად გამოიყენებენ. თუკი მას ღმერთი ესე მოსავსო, შენ ხო უფრო მეტად შეგმოსავსო, შენ მცირედ მორწმუნეო. ანუ მცირედ მორწმუნეობაში გვამხელს სიყვარული თუფალი. ნუ ზრუნავთ და იტყვით, რაი ვჭამოთ, ანუ რა ვსვათ, ანუ რაი შევიმოსოთ. რამე თუ ამას ყოველსაც არ მართნი ეძიებენ. რამე თუ იცის მამამან თქვენმან ზეცათამან, რა იგი გიხმს ამათ ყოველთაგანი. აი, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, რომელზეც ასევე მინდა რომ განსაკუთრებულად გავამახვილო ყურადღება და შევჩერდე. საოცარ სიტყვებს ამბობს უფალი, რომელსაც აუცილებლად კარგი გაგება ჭირდება რა. ანუ იც რაც ისაუბრა, ახლა შეჯამებულად იძახის რომ. ნუ ზრუნავთ და იტყვით რა ვჭამოთო, რა ვსვათო, რა შევიმოსოთო. ამას ყოველსაო წარმართნი ეძიებენო. რადგან უფალო სანამ რამეს ითხოვდეო ღვთისაგან, მანამდე იცის რაც გჭირდებაო. კიდევ ერთხელ დავსვათ შეკითხვა. ნუ თუ ადამიანი არ უნდა ზრუნავდეს თავისი საარჩო საბადებელის მოპოვებისათვის. თავისთვისაც და მისი ოჯახისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც მასზე არიან მინდობილნი.
ნუ თუ ამისკენ მოგვიწოდებს უფალი და ნუ თუ ამიტომ გვადარებს ჩვენ წარმართებს არამს და არამს შემოძვიფასებთ აქ ერთადერთ რამეზეა საუბარი კიდევ და კიდევ გეტყვით ანუ ეს არის ის რაც აქამდე გითხარით ეხლა ეს უკვე უფლის დასკვნა არის ამ ყველაფერზე რომელიც ჩემს სიტყვას ამ შემთხვევაში ამაგრებს რა ღირებულებები გქონდეთო სწორიო ცხოვრებაში და იცოდეთ რა არის მთავარი და რა არის მეორე ხარისხოვანი ადამიანმა უნდა იშრომოს დიახაც და უნდა მოიპოვოს მან თავისი შრომი თავისი უკმაპური ეს ჯერ კიდევ როდესაც 60-დან გამოსდევნა ადამი და ევა მაშინ უთხრა ადამიანს და დაუდო მას წესად ოფლითა შენითა ჭამდე პურსა შენსავ მაგრამ რატომ მოყავს მაგალითად წარმართები უფალს იმიტომ რომ მათთვის ეს ცხოვრების მიზანია რა ჭამონ რა სვან და რა შეიმოსონ და როგორი სახლი ააშენონ სად დაისვენონ როგორი მანქანა იყოლიონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ სად გაერთონ აი ეს სიტყვა მაღიზიანებს საშინელად რა განსაკუთრებით ზრდასრული ადამიანები რო გართობაზე მესაუბრებიან ხოლმე აი ვიჭრები გასართობად გაქვს საქმეში დალოცულოში გართობისთვის რო ყოველთვის გამოგიშდება და ცოდვებზე დაფიქრდი ცხოვრებაზე დაფიქრდი ერთხელ მაინც სერიოზულად შეხედე ცხოვრება 40 და 45 წლის კაცი მელაპარაკება რომ აუ იქ რა არის აი რა რითი გავერთო რა გართობაზე მელაპარაკები ცოლი ყავს შვილები ყავს მისახედი საკუთარი სული ყავს მისახედი წიგნი წაიკითხე რა ვერ გაერთობი მაინც და მაინც რაღაცა უნდა ითამაშო და ერთ ტიტლი განაკალებს უნდა უყურო რომ გაერთო აი არ მესმის აი ეს დამოკიდებულება რა არა და ამისთვის ცხოვრობს ადამიანების დიდი უმრავლესობა რომ გაერთონ ან უყურეთ ის ყველაფერი აი ხო ამდენ შრომობენ დილიდან საღამომდე სამსახურში არიან თვალებს იღამებენ კომპიუტერთან მოკლე ჭკუაზე არ არიან იმდეს მუშაობენ იმდეს შრომობენ ხო რომ რაღაცა ხელფასი კონდეთ რაღაცა დააგროვონ და რისთვის უნდათ ეს ყველაფერი რომ მე ვიღაცასთან ერთად რაღაცა ისეთი კარგი ისეთი ტანსაცმელი ჩაიცვას ვიღაცის წინაშე წარმოჩინდეს რესტორანში შევიდეს კარგი მუსიკა შეუკვეთოს აი რითი იკვებება საცოდავი ადამიანი რა ნახეთ რა და კარგად ჭამოს და გაერთოს და რა მე აი რა აი დღესაც ეხა მონასტერში ვიყავით მე და მამაშალო ეხა იქიდან ჩამოვედი და დაგვაგვიანდა და ერთ ჩემ მეგობარი იხსენებდა რა გურამს აქვს მე მგონი დუჩანაშვილს ესეც რა რომ აიო შეხვალო სახინკლეშიო რა ხოდა შიო ცხელი ხინკალი მოდის და ისე აღწერს რა ამაზად რა რომ უთქმი რომ ასდისო რა და რომ დაიჭერო ხელში ამ პილ მოკლი ცხელ ხინკალსო ჩაკაბიჩაო და ეს ოხშივარი რო გეცემაო ხინკლისო რა ხორქშიათ ხოდა და შეჭამო და მიხვდები რომ ისევ ის ბითური ხარ რა ბითური ციყავი აი ეს არის ცხოვრება ხალხო ხორციელი როცა ადამიანი მხოლოდ ხორციელზე ფიქრობს და ეს არის შენთვის მნიშვნელოვანი და წარმართელი და ამას გვეუბნეო უფალიო განა იმას გიკრძალავს რომ შენ სულიერზე რომ შენ ხორციელზე არ ფიქრო და საჭმელი არ მიიტანო სახლში და არ იზრუნო იმაზე რომ თქვა შვილები მშივრები არ ყავდეს ან თუნდაც ახლი მოუწესრიგებელი ქონდეს არა იზრუნე ამ ყველაფერზე უნდა იზრუნო ეს შენ მოგეცა ვაწლად მოგეცა საშრომად მოგეცა ეს ცხოვრება ეს ქვეყანა იმისათვის რომ აი ამ შრომით ფიზიკური და სულიერი შრომით შენი სასუფეველი მოიპოვო შენი გასამრჯელო მოიპოვო ზეცაში მაგრამ სხვა რამეზე საუბრობს რომ რა უნდა იყოს თქვენთვის ცხოვრებაში მთავარი და რა უნდა იყოს მეორე ხარისხოვანი აი ეს არის უმნიშვნელოვანესი და ნუ აურევთ ერთი მეორეშიო მთავარს და მეორე ხარისხოვანსო ნუ გახდება თქვენი ცხოვრების მთავარი აზრი ამ ქვეყნიური სანოვაგის და ამ ქვეყნიური რაღაც საუნჯის მოხვეჭაო ამით არ დაიწყო უფალმა ნუ იუნჯებთ საუნჯეთაც ისეთ ადგილზე სადაც შეიძლება რაღაცა ზიანი მიადგეს იმ საუნჯის არამედ ზეცაში დაიუნჯეთ თქვენი საუნჯები უყურე ეს რომ ესია ეხლა წაგიკითხავთ კიდევ ერთხელ ამას ყოველსა წარმართნი ეძებენ ანუ წარმართს უწოდებს ადამიანს პირობითად აქ არა მნიშვნელობა თქვა რა აღმსარებლობის არის წარმართს უწოდებს ადამიანს
რომლისთვისაც ამ ქვეყნიური ცხოვრება და ამ ქვეყნიური საზრუნავი არის წარმმართველი და მთავარი. და არ ახსოვს მას ყველაზე ძვირფასი და ყველაზე სანუკვარი, ყველაზე მნიშვნელოვანი მის ცხოვრებაში. მისი უკვდავი სული. რაც არის ყველაზე არსებული. უკვდავი, მარადიული, რომელსაც ვერავინ ვერ შეეხება. ამაზე არ ზრუნავს. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომ საერთოდ აღარც კი ახსოვთ, სული რო გააჩნია და ხორცი გონიათ თავიანთი თავი. და ზრუნავენ აი ამ ხორცზე და რა მე ეს ხორცი რა. იმ დღესაც ხო გეუბნეოდით, არა სარკეში რო იყურები და იფრანჭები და შენ თავი მოგწონს. ხშირად უნდა გაახსენო შენს თავს რომ ჭიების და მატლების საჭმელს უყურებ იმ სარკეში რა. მომავალში რა თქმა უნდა ჯვარი წერია და ერთმანეთს დიდხანს გაცეცხლ. მაგრამ ვიცით რომელიმე ვინ როდის სწავლთ ამ ქვეყნიდან? არ ვიცით. და ვემზადებით ამისთვის? არ ვემზადებით. აი ჩვენი სიბრიყვე, აი ჩვენი მცირედ მორწმუნეობა. აი ჩვენი არასწორი პრიორიტეტების ცხოვრების შედეგი. იმიტომაც მე მოულოდნელად მოგვეპარება სიკვდილი და აღმოჩნდებით სრულიად მოუმზადებელნი უფალთან წარსადგომად. აღმოჩნდება რომ ის რაც გვიგროვებია თურმე არაფერში არ გამოგვადგება, ვერაფერი თან ვერ წავიღეთ. ალექსანდრე მაკედონელიძე მსჯელობს ერთი წმინდა მამა აღარ მახსოვს რომელია გონი ტერტულიანე საუბრობს რომ აიო ალექსანდრე მაკედონელიო ნახევარი მსოფლიო დაიპყრო მთელი მსოფლიოს ბატონობა უნდა და მაგრამ ნუ იცი თქვენ რომ ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა და ნუ არ დასწავდა მას ეს მსოფლიო ბატონობა თორე თქვა ხა რო ეცოცხლა არ არის გამორიცხული რომ მართლა მთელი მსოფლიოს ბატონ პატრონი გამხდარიყო რა ამ ქვეყნიური რა თქმა უნდა მაგრამ რაო მოკვდაო ალექსანდრე მაკედონელიო შეერია მიწას და თიხასო მე ამ თიხისაგან მოზილე საცობიო და გაუკეთეს ღვინის კაცრსო ეგაც თქვენი ალექსანდრე მაკედონელიო აი ხორციელად რა არის ადამიანი მეტი არაფერი რაღაცა რო გონია ხორციელად საკუთარი თავიდან სულიერად უნდა იყო ადამიანი სული ხარ ადამიანი და არა ხორცი ხორცი არის ჩვეულებრივი ხორცი დღეს არ ყვარი აღარ იქნება მაგრამ სული არ კვდება სულმა ძალიანაც რომ მოინდომოს ვერ მოკვდება იმიტომ ის ღვთისა ის მარადიულია ის სხვა განზომილებაში ამიტომაც არის რომ ყოველ ადამიანს გულის სიღრმეში ჯერა რომ უკვდავია და მიუხედავად იმისა რომ ათობით და ასობით სიკვდილს უყურებს ცხოვრების განმავლობაში გულის სიღრმეში ჯერა რომ თვითონ არ მოკვდება არასოდეს ეს აქედან არის გამომდინარე იცით რომ ადამიანმა სულიერად იცის რომ უკვდავია მაგრამ ავიწყდება რომ ხორციელად არის მოკვდავი და აუცილებლად მოუწევს ეს დღე არ ფიქრობს ამაზე ხოლო თქვენ ეხა უფალი მოგვიწოდებს ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ აი მიექციეთ ყურადღება კიდევ ერთი დასტური იმისა რომ უფალი არ უკეთებს იგნორირებას იმ ხორციელი აუცილებლობის რაღაცა თქვათ რაც ჩვენ გვჭირდება ყოველდღიური ცხოვრებისათვის საჭმელი იქნება სასმელი თუ შესამოსელი თუ ასე შემდეგ იცის მან რომ ჩვენ ეს ყველაფერი გვჭირდება მაგრამ უყურეთ თქვენი საზრუნავი და თქვენი მიზანი იყოს რომ ეძიებდით სასუფეველსა ღვთისასაო და სიმართლესა მისსა და ესე ყოველიო ანუ რაზეც ისაუბრა ეს ხორციელი აუცილებლობებიო შეგეძინება თუ ისედაცო თქვენ გექნებათო და მე კიდევ ერთხელ გეუბნებით ეხლა ცოტა ცუდად გამომდის მაგრამ ამიჯერეთ ეხლა სხვისი მაგალითებით რო ისაუბროთ უფრო არ იქნება ქმედითი და ჩემი მაგალითით გეუბნებით მე ესე ვცხოვრობ ღვთისმადლით და ღვთისწყალობით მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება რა და მერწმუნეთ რომ თუ არ მემატება არაფერი არ მაკლდება ხორციელი ერთადერთი საზრუნავი ჩემი არის ის რომ ღვთის წინაშე ვიყო მართალი ფსალმუშიც ესეთი სიტყვებია დავით წინასწარმეტყველი გვეუბნება რომ მიუტევე ზუსტად ეხმიანება ამას და იმიტომაც ვამბობ ეხლა ამ სიტყვებს მიუტევე უფალსა ზრუნვაი შენი და მან გამოგზარდოს შენ და არა სეს შერყევაი უკუნისამდე მართალსაო შენი საზრუნავიო სწორედ რომ ხორციელი საზრუნავი გულისხმება აი ის რადგან ახლა ჩვენ საუბრობდით უფალს მიანდეო უფალს დაუთმეო მიუტევე ამას ნიშნავს ამ შემთხვევაში
და მან გამოგზარდოს შენო ის გიპატრონებს, ის გამოგზრდის, ის მოგცემს ყველაფერს რაც შენ გჭირდება. კიდევ ერთხელ გეუბნებით იმაზე მეც ვიდრე გჭირდება რომ სხვასაც შეძლო რომ დაეხმარო. მაგრამ უყურეთ პირობაც არის აქ. არასცეს შერყევაი უკუნისამდე მართალსა. ანუ შენს მოგეთხოვება რაღაც, მხოლოდ ისე არ არის, რომ ეხლა შენ დაუთო მთელი შენი საზრუნავი უფალს და ფეხი-ფეხზე გადაიდო და რაღაც გართობაზე იფიქრო, არა. შენ მართალი უნდა იყო ღვთის წინაშე. რა არის სიმართლე ღვთის წინაშე? განცდა საკუთარი ცოდებისა, სასოება უფლისა, სიყვარული ღვთისა. აი სიმართლე ღვთის წინაშე. სიმართლე ის კი არ არის მაინცსა და მაინც რომ უცოდველი იყო და ვთქვათ მართლაც ცხოვრობდე ბოლომდე, არა. როდესაც შენ ღმერთი გიყვარს და ცოდვა გძულს და როდესაც ცდილობ მთელი არსებით რომ განეშორო და მოიშორო და მოიკვეთო შენგან ეს ცოდვა და იყო ღვთის წინაშე მართალი და უფლის მცნების აღმასრულებელი, ხო? აი ამას გითulis უკვე შენ სიმართლე ღმერთი. ხედავთ? რა მნიშვნელოვანია. და ესეთ შემთხვევაში თუ კი ჩვენ ესე ვართ მომართული, დამიჯერეთ, ჩემო კარგებო, კიდევ ერთხელ გეუბნებით. ყოველივე გეძლევა შენ. არაფერი არ გაკლდება. პირიქით გემატება. ჩემს გარდა კიდევ უამრავი ადამიანის მაგალითად შემიძლია მოგიყვანოთ თქვენ, რომლებიც აი ესე ცხოვრობენ. და მათ არაფერი არ აკლდება. ნუ ზრუნავთ ხვალისათვის. რამე თუ ხვალემან იზრუნოს თავისი თვისისა, თავისა თვისისა. კმარს დღისამის სიბოროტე თვისიო. ხვალინდელზე ნუ ზრუნავთ. ეხლა მოდი ესეც კიდევ ერთხელ თქვა და განმარტოთ. არ ნიშნავს ეს და არ გაიგოთ ისე რომ არ უნდა ეზრუნო მართლა ადამიანმა თქვა ხვალზე, მასზე. გეგმაც უნდა გქონდეს შენი. მაგრამ ღმერთი არ უნდა დაგავიწყდეს უპირველეს ყოვლისა, ჩემო ძვირფასებო. შენი სული არ უნდა დაგავიწყდეს და უპირველეს ყოვლისა დღევანდელი დღით იცხოვრე შენ. იმ ხვალეზე რო ფიქრო და 5 წლიან და 10 წლიან გეგმებს რო აწყო. იცი კი რომ ხვალინდელი დღე გაგითენდება? მე ნახდათ არ ვიცი რა. და თქვენ თუ რომელიმე მიცით, მითხარით რა მასწავლეთ ერთ-ერთ საიდან იცით. შეიძლება ღვთისაგან იცით, არ ვიცი. შეიძლება კითხავ მაგითხრათ, მაგრამ მე ნამდვილად არ ვიცი ხვალინდელი დღე გამითენდება თუ არა და ხვალინდელი დღე კი არა. აი 10 წუთის შემდეგ ვიქნები ცოცხალი, იქნებ ტრომბი მეცობა და აქ ვარდები და უყდები, ვიცი? არ ვიცი. არავითარ სურვილი არ მაქვს, მაგრამ ისე ვიძახი რა. ხო, არა მაქვს, იმიტომ რომ ვიცი რომ მოუმზადებელი ვარ ჯერ ამისთვის. და ისიც ზუსტად ვიცი რომ ღმერთი არ დაუშვებს, მაგრამ სანამ მზად არ ვიქნები, იმიტომ რომ მე ღმერთზე ვარ მინდობილი. მაგრამ გარანტია ხო არა მაქვს ხალხო. იქნება ვიღაცის ბრმატყვი ამ ხდება, იქნება აგური ხდება სახლიდან მუშას გადმოვარ და შემთხვევით სულ არ უნდა ეხა ჩემი მოკლა, მაგრამ მოხდა რა ეხა მეც სართულიდან რომ აგური გადმოვარდება, თავში მოხდება, ნაღდად მოკლავს რა. ვიცი? იქნება მანქანა მეჯახება, ვიღაცამ თვალია, ან ვიღაცამ დაურეკა. არა, მე იმიტომ გეუბნებით ხალხო, თქვენ ამაზე უნდა დაფიქრდეთ. ეს მე ჩემზე გელაპარაკებით, იმიტომ თქვენ რო არ დაიზაფროთ, მაგრამ თქვენ ზუსტად იგივე უნდა იფიქროთ, კაცო. ეს შიშით და იმით კი არ უნდა იყოთ რაღაცა, მაგრამ უბრალოდ უნდა ფიქრობდეთ ამ ყველაფერზე, რომ არავინ არ ვიცით, ხვალ რა იქნება და საერთოდ ხვალინდელი დღე გვექნება კი? უბრალოდ ის კონკრეტული მაგალითები, იმიტომ მოვუყვანე, რომ გავამძაფრებ, აი, რეალურად შეგახედოთ და დაგაფიქროთ ამ ყველაფერზე. კიდე ბევრი შემიძლია, მაგრამ აღარ გეტყვით რა. და იმიტომ გეუბნებით, რომ ამაზე მე ვფიქრობ. თორე ესე ჰაერიდან კი არ მომაქვს. ვცდილობ, რომ სულ შევახსენო ჩემს თავს. ყოველი დღე შეიძლება აღმოჩნდეს სიკვდილის. და მე რა შვები, როგორ ხვდები უფალს? ვარ მე ამისთვის მზად. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. და ამიტომაც ხედავთ უფალი ასამოს. კმარს დღისამის სიბოროტე თვისიო. აი დღეს შენ რაც გაქვს სამუშაო, საზრუნავი, საშრომი საკუთარ თავზე, ის იკმარეო, სრულიად წაგმარისიაო რა. ხვალინდელზე და ზეგინდელზე ნუ ფიქრო, გათენდება ხვალინდელი დღე და თუ ცოცხალი იყავი, თუ გაახილე თვალები, შეწირე უფალს მადლობა, მიენდე ღმერთს, ილოცე და სიმშვიდით, გაბედულებით
და ხალისით და ღვთისადმი მადლიერებით და საკუთარი ცოდვების განცდით და სინანული შეუდექი იმ დღეს რა. და ღმერთი დაგანახებს იმ მომენტში მე რა უნდა ქნა და როგორ უნდა ქნა. ოღონდ მთავარია შენ გახსოვდეს, რომ შენი ცხოვრების მთავარი მიზანი არის, რომ იყო ღვთის წინაშე მართალი. რომ შენი უკვდავი სული ცხონდეს და გადარჩეს. და ხორციელი საზრუნავი იყო მეორე ხარისხოვანია. ანუ ხედავთ აი მთელი უბედურება ადამიანისა იმაში მდგომარეობს, როდესაც ურევს ამ პრიორიტეტებს ერთმანეთში ადამიანი და მისთვის ხორციელი საზრუნავი ხდება უპირატესი, ვიდრე სულიერი. ის სულიერი ან საერთოდ არ არსებობს მისთვის. მის ღირებულებათა ნუსხაში საერთოდ არ წერია. ან თუ წერია სადღაც ბოლოში რა, ისე რომ თვითონაც აღარ ახსოვს. ეს არის ძალიან სავალალო მდგომარეობა ადამიანისა. ესეთი ადამიანი აი რა გითხრა, ცოდვაა. თელ თავის სასიცოცხლო ენერგიას ახმარს მეორე ხარისხოვანს. მეორე ხარისხოვანი კიდე ისეთი კარგი ნათქვამია რა. ნაკლებად მნიშვნელოვანს რა. და ის რაც მართლა არსებითია, ის არ ახსოვს. აი ასეთი იყო დღევანდელი საკითხავი, ესე სრულდება მე-6 თავი და შემდეგ იწყება უკვე მე-7 თავი, სადაც გადავდივართ უკვე განკითხვის შესახებ. ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ თუ გვეუბნება უფალი და ამასთან დაკავშირებით უკვე ვისაუბროთ შემდეგ სამშაბათს. თუ ვინმეს რაიმე შეკითხვა გაქვთ, ისმენთ, თუ არა და დავასრულოთ მაშინ დღევანდელი დღე.